ვისაუბრეთ ბაქტერიოფაგებით მკურნალობაზე, შეიძლება გსმენიათ, რომ ბაქტერიოფაგები მსოფლიოში მხოლოდ საქართველოში განვითარებული ნიშნელოვნად კიდე რამდენიმე ქვეყანაში და აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მკურნავს ძალიან ბევრ ინფექციას, დაავადებას და ამიტომ ისმის ხოლმე კითხვა, რომ თუ ასეთი მნიშვნელოვანია ბაქტერიოფაგები, რატო არ ვიცით ბევრი, ეს ერთი და მეორე მნიშვნელოვანი კითხვა არის, რომ რატო არ ვრცელდება ესე აქტიურად, თუ ესეთი კარგია, ხო? იმიტომ რომ რაც კარგია, როგორც წესი, მალე აიტაცებს ხოლმე მსოფლიო იმას. რას ნიშნავს ჯერ ბაქტერიოფაგები? და რას მკურნალობს, რომელი დაავადების მკურნალობა შეუძლია, ეხლა რა გვაქვს რეალურად, რის მკურნალობაა შესაძლებელი და რა მომავალში რა შეიძლება იყოს, კიდე ამაზე ვისაუბრებთ. რა არის ბაქტერიოფაგი? ბაქტერიოფაგი არის ვირუსი ბაქტერიის თვის. ანუ ჩვენ შევდგებით უჯრედებისგან და პატარა უჯრედებია ბაქტერიებიც, რომლებიც მერე იწვევენ ჩვენში დაავადებას. ბევრი დაავადება ასე ვითარდება, მაგალითად პნევმონია, ფილტვების ანთება, მაგალითად ნაწლავების ანთება, ბევრი დისბაქტერიოზი, მაგალითად როცა კარგ ბაქტერიებს, ცუდი ბაქტერიები ანაცვლებს. შარსასქესო ინფექციები, მაგალითად საშარდე სისტემის ანთება, რომელსაც ბაქტერიები იწვევს, ძირითადად ეშერიხი კოლი. და ასე, ბევრნაირი ბაქტერიებია, მოკლედ, რომელიც სინუსიტები, მაგალითად, რომელიც ასევე უმეტესად ქრონიკული ფორმა, როცა ბაქტერიულია. ამიტომ ბაქტერიების დამარცხება არ არის ადვილი. ადვილი არ არის, იმიტომ რომ შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ მოდი ანტიბიოტიკს გამოვიყენეთ, მაგრამ ეს ანტიბიოტიკი ჯერ ერთი ბევრი გვერდი ეფექტები აქვს. მეორეც ეს ერთი კიდე მის ხანგრძლივად გამოყენების დროს რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს და მესამეც ეს ერთი კიდე ანტიბიოტიკები არ არის ყოველთვის მგრძნობიარე ზოგიერთი შტამის მიმართ და ზოგჯერ არის ისეთი შტამები, რომლის მიმართაც მგრძნობიარე ანტიბიოტიკები არ გვაქვს, ან ძალიან ცოტა გვაქვს, ან ძალიან ძვირი ღირს, ან ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ბაქტერიოფაგებს დიდი მნიშვნელობა აქვს. და ასევე ადამიანები, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მაგალითად, თქვა ცისტური ფიბროზი, ან ქრონიკული ბრონქიტი, ან ქრონიკული შარდე გზების ინფექციები. რამდენი ხანი უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ესეთმა ადამიანმა? ხო? და ანტიბიოტიკების მიმართ შეიძლება მგრძნობელობა დააკარგოს ეს ერთი იმ ბაქტერიამ და რეზისტენტული გახდეს და მეორეც ეს ერთი კიდე შეიძლება ამ ანტიბიოტიკებმა მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს ადამიანს. ამიტომ ანტიბიოტიკების ხანგრძლივ გამოყენებასთან გვაქვს პრობლემა და ამ პრობლემას აგვერებს რეალურად ფაგები. რადგან არის უსაფრთხო ძალიან და რადგან არის ძალიან ეფექტური. კიდე ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ მოკლედ არის ეფექტური. კამათი არის თუ არა ეფექტურობაზე? არის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგი კვლევის შედეგით არ არის მთლად საკმარისად ეფექტური, ზოგი კვლევის შედეგით ძალიან სტანდარტიზება ძნელია მისი და ასე დიდი გამოწვევები აქვს. ანუ ჩვენ გვაქვს ვირუსი, ამ ვირუსებს სპეციალურად ვამრავლებთ იმისთვის, რომ სპეციფიური ბაქტერიები მოკლას, მაგრამ აქ არის რა თქმა უნდა ბევრი პრობლემები. მაგრამ რისი მკურნალობაა შესაძლებელი? მოკლედ, აი რა არის მაგალითად საქართველოში ამ ეტაპზე რა მიიჩნევა, არა მარტო საქართველოშია, თქვა პოლონეთში და კიდე რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია ძირითადად განვითარებული ეს და საფრანგეთში კიდე, ან საფრანგეთი ერთ-ერთი ფუძე ამ ბაქტერიოფაგების საფრანგეთიცაა, საფრანგეთია უფრო სწორად საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვანი საწყისი ამ ბაქტერიოფაგების ისტორიის. ამიტომ იქაც გარკვეულ რეგიონებში იყენებენ ფაგებს. რა დაავადების სამკურნალოდ? მაგალითად, შარსასქესო ინფექციების სამკურნალოდ, ქრონიკული შარსასქესო ინფექციების სამკურნალოდ არის სპეციალური მკურნალობის რეჟიმები, ძირითადად დასალევი ასეთ შემთხვევაში, დასალევი ფორმა ფაგებით და 2-3 დღეში მიიღება 10-20 დღის განმავლობაში და აქვს ძალიან მაღალი შედეგი. ანუ განსაკუთრებით რომლის მიმართ რომელი ბაქტერიების, აი ეშერიხია კოლი, კლეპსიელა, პროტეუსი, ენტეროკოკი, ეგენი არის ბაქტერიები, რომელიც ხშირად იწვევს საკმაოდ რთულად სამკურნალო შარსასქესო გზების ინფექციას, ვისაც განსაკუთრებით ვისაც აწუხებს ქრონიკული, მათთვისაა მნიშვნელოვანი. მეორე მნიშვნელოვანი გამოყენება, რაც ფაგებს აქვს, ეს არის საწვრთნელებელი სისტემის მკურნალობა, მაგალითად დიზენტერია, სალმონელა, კლოსტრიდიუმით გამოწვეული ინფექცია, რომელიც აი კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული ინფექცია, რომელიც საკმაოდ რთული სამკურნალოა ჩვეულებრივი ანტიბიოტიკებით და ამას შველის. ესეც ორალური ფორმა, ანუ როგორც დასალევი ხსნარი წარმოიდგინეთ, დასალევი ხსნარს მიიღებს ადამიანი
და რექტალური სანთლებიც ზოგ შემთხვევაში როცა საწმის მონელებელი სისტემისთვის არის საჭირო, მაგრამ უმეტესად მაინც არის ორალური ფორმა. არის თუ არა მკურნალობა ხელმისაწვდომი? არის ხელმისაწვდომი. ასევე მესამე არის რისი ფაგები გვაქვს, რაც აქტიურად გამოიყენება, თორე თეორიაში თითქმის ყველაფრის მიმართ შესაძლებელია რომ ფაგები განვითარდეს. მესამე არის ქრონიკული სინუსიტი, ვისაც ქრონიკული სინუსიტი აწუხებს, იცის რა მხოლოდ პრობლემაა, რეალურად ძალიან ძნელია მისი მკურნალობა. რატო? იმიტომ რომ ბაქტერიები წარმოქმნიან ბიოფილმებს, ანუ შემოიკრავენ გარს, მოკლედ რა, და იქ როგორც ბუდეს რა, ესე იკეთებენ და ანტიბიოტიკი ვერ აღწევს იქ და ფაგი აღწევს, ამიტომ არის რომ ფაგს აქვს თავისი მნიშვნელოვანი უპირატესობები ანტიბიოტიკებთან შედარებით. ქრონიკული სინუსიტების დროს მაგალითად ეს სტაფილოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი, ფსევდომონა აურეგინოზა, ეგენიც საკმაოდ ისეთი მძიმე პათოგენებია, მძიმე ბაქტერიებია, რომლის მკურნალობა ძნელია და მაგათ მიმართ ძალიან მაღალი ეფექტურია და ამ შემთხვევაში არის სპრეი მაგალითად შესაძლებელი და ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც აგვარებს რეალურად ფაგები. ასევე რისთვის შეგვიძლია ჭრილობებისთვის, ან ჭრილობებისთვის არის ადგილობრივი გამოყენების ადგილობრივად დასადები მაგალითად წასასმელი და აი დიაბეტი, ვისაც აქვს დიაბეტური ტერფი მაგალითად, ან მეტიცილინ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციები, ანუ ისეთი ინფექციები, რომლებიც ძნელად ინკურნება და არიან ადამიანები, ვისაც ეს შეხორცება, ჭრილობების შეხორცება ძალიან უჭირს და ასეთ შემთხვევაშიც ეფექტურია, მოკლედ ეს ფაგები მაღალ ეფექტურია. მეხუთე არის სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობის, ვისაც ეფექტურია, განსაკუთრებით ვისაც აქვს ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ცისტური ფიბროზი, საკმაოდ სერიოზული დაავადებები, ხა ცისტური ფიბროზი ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ მუდმივად ადამიანს ემართება ფილტვების ანთებები და ასეთ დროს ანუ საინჰალაციო ფორმა ნებულაიზერით არის შესაძლებელი ამ ფაგების მიღება. დალევა დიდად ეფექტური არაა, იმიტომ რომ ვერ მიდის კარგად ფილტვებამდე და ბრონქებამდე, ამიტომ დასალევი ნაკლებად გამოიყენება და გამოიყენება ეს მნიშვნელოვანი პათოგენები, როგორც არის მაგალითად ფსევდომონა აურეგინოზა, კლეფსიელა, სტაფილოკოკები და ბევრი ბაქტერიის წინამდე გამოიყენება პრინციპში სასუნთქი სისტემისთვის და არის თუ არა ხელმისაწვდომი, არის ეს ფორმაც არის ხელმისაწვდომი და საკმაოდ ეფექტურია მოკლედ სასუნთქი სისტემის მკურნალობა ამ შემთხვევაში და ძვლების ინფექციის დროს, სახსრების ინფექციის დროს, ოსტეომიელიტის დროს და სეფსისის დროსაც რთულ შემთხვევაში, ექსპერიმენტულად გამოიყენება სეფსისის დროს არა ძალიან აქტიურად, მაგრამ მაინც ისტორია რა აქვს, ეხლა ფაგებს აქვს 1900-იანი წლებიდან 1917-ში დაიწყეს, ანუ აღმოაჩინეს და მერე დაიწყო ნელ-ნელა გამოყენება, მერე ეს ელიავას ინსტიტუტი არის, რომელიც მნიშვნელოვნად მუშაობს ამ ფაგებზე და მოკლედ განავითარეს საკმაოდ ეს მიმართულება, რაც ძალიან კარგია. ხედავ თუ არა მომავალს ამაში, ხედავ. ოღონდ აქვს თავისი რთულობები. ერთი ის არის, რომ ხა ვირუსია და ეს ვირუსი უსაფრთხოების საკითხები ძალიან შესასწავლია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვირუსი ცოცხალი ორგანიზმია, ნახევრად ცოცხალი ორგანიზმი როგორც მინიმუმ, შესაბამისად რა, ანუ გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხები მოყვება, ეს შესასწავლია, თუმცა ამ ეტაპზე რაც ვიცით და რაც კვლევებიც დევს უსაფრთხოა, არაფერი საფრთხე არ აქვს ორგანიზმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ფაგებს აქვს, რომ მისი სტანდარტიზება ძნელია, იმიტომ რომ ანუ რა ხდება, წინასწარ უნდა აიღო მაგალითად ნახველის ანალიზი, ან ნაცხის ანალიზი, ან შარდის ანალიზი, რომ გამოიკვეთოს რომელი პათოგენებია და ამ პათოგენების მიხედვით უნდა მოხდეს მერე მკურნალობა. ანუ ფაგებით პირდაპირ მკურნალობას ვერ დაიწყებ, უნდა გამოკვეთო და ნახო, რომელი პათოგენებია პასუხისმგებელი და მაგის მიხედვით მკურნალობა. ამიტომ არის რომ ეგ არ არის მარტივი და მისი სტანდარტიზება ძალიან ძნელია, რომ აი მსოფლიოში მაგალითად აფთიაქებში გაიყიდოს ფაგები, ძალიან ძნელია ესე. მეორეს მხრივ ფაგები ცოცხალი ორგანიზმებია და შენახვის პირობები ესაჭიროება სპეციფიური, რადგან ადვილად შეიძლება მათი დეაქტივაცია მოხდეს, მიღების ფორმებთანაა პრობლემა და ის რომ ძალიან სპეციფიურია კონკრეტული გამოწვევის მიმართ, სხვებზე არ მოქმედებს. ამიტომ
იმდენად სპეციფიურია მოკლედ მათი მკურნალობა, რომ სტანდარტიზება არის ძალიან ძნელი იმისი, რომ მაგალითად თქვათ, რომ აი ფაგებით ვიწყებთ მკურნალობას და შველის ამას აი ეს არის ძალიან ძნელი. ამიტომ არის რომ ძირითადად ფაგებით მკურნალობა არის უფრო ლოკალური მოვლენა და არა თქვათ მსოფლიოში გავრცელებული და მსოფლიოში არ არის მაინც აპრობირებული. აქვს თუ არა მომავალი, ჩემი აზრით აქვს, უბრალოდ მომავალი ექნება კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევებში ძირითადად, თუმცა აი ხა მაგალითად ძალიან დიდი მნიშვნელობა ფასებს და სიზუსტეს. თუ კი მოხდება მაგალითად მალე იდენტიფიცირება და პრინციპში საქართველოში ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და არც ის ახლა რამდენიც ვიცი ძალიან ძვირიც არ ღირს რომ ეს ვერ შეწყვეტს ჩვეულებრივი ადამიანი, ესე არ არის და უნდა მოხდეს ოღონდ იდენტიფიცირება რომელი პათოგენია ამ ადამიანს და განსაკუთრებით ვისაც ქრონიკული ინფექციები აქვს ძალიან მშვენიერი ალტერნატივა ანტიბიოტიკების, ანუ ის ადამიანები ვისაც ხშირად უწევს ანტიბიოტიკების მიღება, მათთვის არის პრინციპში ბრწყინვალე ალტერნატივა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მონაცემს უნდა განიცნოს დეტალურად ადამიანი სამის მიღებას გააწყვეტს. თუმცა ამ გადასახედიდან უმეტესად ესენი უსაფრთხოა. ეს იყო რის თქმაც მინდა და მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.